ისრაელში 10,000-ობით მოქალაქე მასშტაბური აქცია გამართა. დემონსტრანტებმა ავტობანები გადაკეტეს და ხელისუფლებას მოუწოდეს ცეცხლის შეწყვეტისკენ, რაც მათი თქმით ხელშეუწყობს ღაზაში მყოფი ტყვეების გათავისუფლებას. ძევლებისა და დაკარგულთა ოჯახის ფორუმმა ეს დღე ეროვნული ბრძოლის დღედ გამოაცხადა. თელ-ავივში შეკრებილებს სიტყვით მიმართა გათავისუფლებულმა მძევალმა შაროლ ალონი კუნიომ. მისი თქმით შეთანხმება უკვე არსებობს. თუმცა მის სისრულეში მოყვანას ისრაელის მთავრობა აჭიანურებს. არსებობს წინადადება, რომელსაც ჰამასი უკვე დათანხმდა. ამერიკელებსაც სურთ მძევლების გათავისუფლება, გვეუბნებიან, რომ ახლა შეთანხმებაზე უნდა წავიდეთ. თითოეული თქვენგანი, ვინც დღეს მოედანზეა თუ სხვაგან, ყველა იზიარებს ჩვენს მოწოდებას. სახლში უნდა დაბრუნდნენ გადარჩენილი მძევლები. 2023 წლის 7 ოქტომბერს ჰამასმა 251 ადამიანი გაიტაცა. მათი უმეტესობა ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში უკვე გათავისუფლდა. ისრაელმა კი მხოლოდ 8 მძევლის გადარჩენა შეძლო. ამჟამად ღაზაში 50 მძევალია. ისრაელის ოფიციალური პირების ვარაუდით 20 მათგანი ცოცხალია. ვიმედოვნებ, რომ ერთხელ მაინც ეს მთავრობა სწორ ნაბიჯს გადადგამს. აქ ვართ, რათა ჩვენი პროტესტი გამოვხატოთ, რათა ხმა ავიმაღლოთ. სდეროტიდან, ღაზის საზღვართან ახლო მდებარე ქალაქიდან სპეციალურად ჩამოვედი, რომ ჩემი სათქმელი მეთქვა. ეს ომი უნდა დასრულდეს და მძევლები სახლში უნდა დაბრუნდნენ. პარალელურად ღაზაში სამხედრო ოპერაცია გრძელდება. ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით ისრაელის თავდასხმებს 62,000-ზე მეტი ადამიანია მსხვერპლა. მათ შორის ბევრი ქალი და ბავშვია. ამავდროულად ღაზაში, სადაც ომი თითქმის 2 წელია მიმდინარეობს, მწვავე ჰუმანიტარული კრიზისია და ხალხი შიმშილით იხოცება.